აი ამ ფოტოზე 3 და 5 რამდენია 11 ოლიმპიური მედალია. ყველა ვარდის ქურდი მე ვიყავი, ბიჭებიც ნაცემი მყავს. 93 წელში ვიზა მქონდა შვეიცარიის აღებული, მივდიოდი შავ მუშად. იმიტომ რომ მე უნდა მერჩინა ჩემი მშობლები. სულ ესეთი შეგრძნება მქონდა, მე ვაინტერესებ თუ ჩემი ტიტულები. აქ კიდე მტრად გამომაცხადეს, რადგან ერთმანეთს მიულოცეთ მე და რუსმა სპორტსმენმა. ორ ტკივილს ერთი ტკივილი მირჩევნია მეთქი, ნემს არ ვიკეთებდი და ისე მიღებდნენ კბილებს. პრეზიდენტი გთხოვთ რომ დარჩითო. ის არ არის შენი კონკურენტი, ვინც გვერდზე გიდგას. კონკურენტი შენი თავია. აქ რაღაც საიდუმლო ხდება. ჩემი ბავშვობის არის ხე გასაგებია, ხო? ჟურნალისტები რომ მეკითხებიან ბავშვობაში, ალბათ თოფებით და მანქანებით თამაშობდი. არა, ჩემო კარგო, თოჯინებით თამაშობდი. აი ეს არის მისი დამამტკიცებელი, ალბათ. სულაც არ მჭირდება მისი ახსნა, მაგრამ არა, ბავშვი ვიყავ ჩვეულებრივი ცელკი გოგო, რომელსაც ყველა ხე დაპყრობილი ქონდა ეზოში. ყველა ვარდის ქურდი მე ვიყავი. რომც არ მომეპარა მაინც მემაბრალებდნენ, იმიტომ რომ იცოდნენ რომ ყვავილები მიყვარს და დღესდღეობით რომ ნახოთ ჩემი ეზო, ალბათ გაოცდებით, იმიტომ რომ ყველა ჯიშის და ყველანაირი ყვავილი მაქვს. აქ რამდენი ხართ და რა მომენტიდან გახსოვთ თქვენი თავი? მახსოვს ალბათ ფრაგმენტულად 3 წლიდან, იმიტომ რომ გლანდების ოპერაცია მახსოვს ძალიან მწარედ. ისიც მახსოვს როგორ აბდექი რა მეცვა, ბიძაჩემი როგორ გამყვა, ბიძაჩემი მამაჩემის როლს ასრულებდა, იმიტომ რომ მამა სულ წასული იყო შეკრებებზე და შეჯიბრებებზე და ბიძაჩემი ჩემთან ცხოვრობდა და ჩემ აღქმაში მამა მეგონა ვიცა, დედაჩემის ძმა. როგორ წამიყვანა, რომ ჩამიჯინა კალთაში და მე აღარ მახსოვს. აი ეს ტკივილი არ მაშინ ხო პირდაპირ გლიჯავდნენ გლანდებს. და ის აღარ მახსოვს. სხვათა შორის ეს არძევე დიდი კბილებიც უნემსოდ ამოვიღე და ეს მომენტიც არ მახსოვს. ანუ ჩემი ქვეცნობიერი ბლოკავდა მაგ ტკივილის შეგრძნებას. არ მახსოვს. ვიღვიძებდი სახში. აი ვითიშებოდა. ნემსის ძალიან მეშინოდა და ორ ტკივილს ერთი ტკივილი მირჩევნია მეთქი, ნემს არ ვიკეთებდი და ისე მიღებდნენ კბილებს. მამა იყო სპორტსმენი, თავიდან ფეხბურთელი და აი გიждდებოდა და 70 წლის ასაკშიც კი თამაშობდა ოღონდ ეზოში. ფეხბურთს. მაგრამ ესე მოხდა, რომ ჯარიდან მან ოდესის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა და იქ რაღაც შეჯიბრზე წაიყვანეს და ერთ-ერთი დისციპლინა იყო სროლა და გამოდიოდა. საერთოდ უვიცი, არაფერი არ გაიგებოდა ამ სპორტის სახეობაში და ყველას მოუგო და დატოვეს. ატოვეს მერე მოკლედ ვარჯიშობდა და შევიდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში. მე ვთვლი რომ მას რო ჩემნაირი მწვნელი ყოლოდა, ანუ მამა ჩემი რო ყოლოდა მას მწვნელად, ის გაცილებით მეც მიაღწევდა. არც ერთ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე არ მიაღებინეს მონაწილეობა, იმიტომ რომ თხოვდნენ დაეწერა რუსი მწვნელი და ეს თუმცა მისი ქართველი მწვნელი გარდაცვლილი იყო, მაგრამ მაინც მის სახელს წერდა ბოლომდე. არ გააკეთა ეს და ამიტომ ხსნიდნენ გუნდიდან რა, შეკრებებზე იძახებდნენ და მე აღარ მიყავდათ არც ევროპის ჩემპიონატზე, არც მსოფლიო, ოლიმპიადაზე საერთოდ არ იყო საუბარი. თუმცა ეს იყო ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი. მსოფლიო რეკორდსმენი და ბევრი საერთაშორისო შეჯიბრებების გამარჯვებული, მაგრამ მან ეს თავისი სპორტული ცხოვრება რაც გაიარა და ზოგიერთ შეჯიბრს, ზოგიერთ სიტუაცია, ზოგიერთი მწვნელის ქმედებებს ანალიზს რო უკეთებდა და დახვეწა ყველაფერი ეს და მზამზარეული მომაწოდა მე. ეს შეცდომები ჩემზე აღარ გამეორებინა, ვინც ცდილობდა მას. ამიტომ მე გამიმართლა ამ ხრივ, მაგრამ პოტენციალი ამ სპორტის სახეობაში მე ვთვლი რომ მას უფრო მეტი ჰქონდა. ის მეუბნება არა შენო, მაგრამ მე ესე მგონია რომ უბრალოდ ძალიან
7 და თქვი და არ მეხამუშება ამ სიტყვით ძენი ადამიანი იყო. აი ნებისმიერი სიტუაცია ცხოვრებისეული თუ სპორტში რამე სიტუაციაში მოგეყოლა და მას ისეთი ოპტიმალური გამოსავალი არ ეთქვა შენთვის არ არსებობს. სრულად თქვენ თვითონ მოინდომეთ და მამას გოგო იყავით და გინდოდათ რომ მამასნაირი მამის საქმეში ჩაგეხედათ მეტად თუ მამას გოგო მერე გავხდი. თავიდან კალათბურთზე დავდიოდი 4 წელი. იმ დროს საბჭოთა კავშირი იყო და იოლი იყო რომ ყველა მშობელს ჰქონდა იმის საშუალება რომ ბევრ სექციაზე მieყვანა ბავშვი რა. აი ეს გარდატეხის პერიოდი იყო 10, 11, 12 წლის ასაკში, 12 წლის ასაკში აღარსად აღარ დავდიოდი. და დედას შეეშინდა. ვაიმე იმიტომ რომ გაკვეთილებს მე ძალიან სწრაფად ვამზადებდი და ეგეც ვერ წარმომედგინა რომ ავდგე გაკვეთილზე ვთქვა და არ ვიცი. აი ვერ წარმომედგინა ესეთი რაღაცა. არ არსებობდა, ერთი დღე არ არსებობდა რომ მომზადებელი წავსულიყავი სკოლაში. კარგად თუ ცუდად მაინც. და ეს ამას დაჭირდებოდა ძალიან ცოტა დრო. დანარჩენი ვიყავი ეზოში. გითხარით, ცელკი ვიყავი. ბიჭებიც ნაცემი მყავს. თუ ცუდად მოიქცეოდნენ და თვითონ სკოლაშიც, კლასშიც ყველას დამცველი, ანუ სიმართლის დამცველი ვიყავი მე. თუ გოგოებს აწვალებდნენ ბიჭები და ყვიროდნენ რამეს კი არ მასალ. ნინო და აი ჩემი ესე წამოდგომა საკმარისი იყო, გაშველებულები იყვნენ. ასე რომ აი რო ვთქვათ ეს ლიდერის, აი მაშინ ვერ ვაცნობიერებდი ამას, მაგრამ ესე იყო რა სკოლაში, კლასში. და მე დედამ დააძალა მამას. მამას მანამდე არ ვიცნობდი ერთხელ რომ ჩამოვიდა ეღოთ ეს დედა მიყვება მე არ მახსოვს ეს პატარა ვიყავი ძალიან რომ ჩამოვიდა შეკრებიდან და შემოვიდა სახში მე დავიმალე ვერ ვიცანი ბიძა იყო მამა ამ შემთხვევაში მაგრამ აი 12 წლიდან რომ მომკიდა ხელი და წავედით ვარჯიშზე ოღონდ ძალიან რთული იყო კალათბურთიდან სროლაზე გადასვლა კალათბურთი მხიარული გუნდური ესეთი სახეობა და სროლაზე უნდა დიდხანს იდგე ერთ ადგილას გაუნձრევლად, საუბარი არ შეიძლება, მაგრამ როდესაც თვითონ პროცესში ებმები და ისვრი და შედეგს მაშინვე უყურებ შენ ვარჯიშის პერიოდში, დრო ისე გარბის, რომ ვერ წარმოგიდგენიათ, რომ რამდენად საინტერესოა და რამდენად ჩაგიყოლებს ყველანაირად. იმიტომ რომ შედეგს იქვე უყურებ და აზარტულია ეს. ეს ვინც ისვრის, ვინც უყურებს, ცოტა რთულია. იწელებათ რომ. და 12 წლიდან მამამ წამიყვანა და დავდიოდით ესე ვარჯიშებზე. პირველი შეჯიბრი სროლაში ბიჭებსა და გოგოებს შორის ერთად ჩატარდა და მოუგე ყველას. თუმცა იმ პერიოდისთვის არ იყო და რასაც ზაზეც მზად ვიყავი, ის შედეგი ვერ გავაკეთე დაბალი, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა ყველას მოუგე. ატყდა ერთი ამბავი ჟურნალისტების მხრიდან, რომ მამამ ყველა გაუშვა. ჯერ რა გააკეთა მან? რა ფერი არ გაუკეთებია რა. რაღაც ჟურნალისტია, ისი ინტერვიუ და ყველა გაუშვა. აი ეს დათური სამსახური არ გამიწია. მიხდით ხო? რამხელა სულა იყო ეს მისი მხრიდან. ამიტომ არასდროს არ ამვარდნია თავში ჩემი შედეგები და მიღწევები. მე მისი მადლობელი ვარ. ამის მერე გავხდი მამას გოგო და მთელი ამ 40 წლის განმავლობაში სულ ერთად დავდიოდით შეკრებებზე, შეჯიბრებებზე. ჩვენ თვალებით უგებდით უკვე ყველაფერს ერთმანეთს, ჩვენი კოდები გვქონდა. და რა ვიცი ისეთი ურთიერთობა ალბათ ბევრს შეშურდება რა. მე არ ვიტყვი რომ უნიკალური იყო და მარტო ჩვენ გქონდა, მაგრამ ალბათ ბევრს შეშურდებოდა, როგორც მე და მამას გქონდა. თუმცა დედა იყო ჩვენი ოჯახის ბურჯი. ეგეთი მშრომელი ადამიანი მე ცხოვრებაში არ მინახავს და ბაბუა ჩემის რა, მამამისის რა, ასევე ბიძა ჩემის. აი უაღრესად დაუღალავი მშრომელი ადამიანები. ეს აი ჩემ მშობლებთან ერთად ხშირად ვერ ვიტყვი რომ ყოველ შეჯიბრზე, მაგრამ თუ იყო იმის საშუალება რომ არ იყო ხა ძალიან სერიოზული შეჯიბრი და ამხანაგური რაღაც მატჩები დავყვებოდით მამას. ეს თუ არის ლვოვში გადაღებული უკრაინაში ბუნიკულიორზე.
ეს მახსოვს, უკვე დიდი ვარ და მახსოვს ვიბრანჭები და უკვე. მაგრამ სროლაში ჯერ არ დავდივარ. ალბათ 8-9 წლის ვიყავი. დედა საინტერესებდა სპორტი თუ ის ხათრით მეუღლის და შვილის ჩაერთო უფრო? ხანდახან იყო ხოლმე რომ სახლში მე და მამა ვჭობდით, რაღაც სიტუაციას განვიხილავდით, თუნდაც ტექნიკური ან ფსიქოლოგიური განხრით და დედა თავის სიტყვას დაიწყებდა ლაპარაკს და მე მამას გადავხედავდი, ის მე გადავხედავდა და ჩვენ ესეთი სიყვარულით უსმენდით ექსპერტს. არ ვაგრძნობინებდით, რომ ის ვერ ერკვეოდა მთლად ახლა მაგ სიტუაციებში, მას არ ვაგრძნობინებდით, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა უყვარდა ახლა. რო იტყვიან ხოლმე ყველას მამი და იყო, ეგრე იყო. ოღონდ ცუდი გაგებით არ არის რა, მის ძმისშვილებს ყველას ვინც ყავდა თითქმის ყველას მან მიხედა, ძმებს, ძლებს, რა ვიცი, აი ოჯახის როგორ გითხრა, დედაბოძი იყო რა, დედა. იმიტომ არ ვამბობ რომ დედა იყო, იმიტომ ვიცი რომ ის იყო ყველაფერი. სახლში სადაც ცხოვრობდით, თქვათ, იმ ხელა კორპუსში 8 სადარბაზო იყო. ცოცხალი თუ მკვდარი, დედას საორგანიზაციო იყო ყველაფერი. აი ესეთი აქტიური და მშრომელი უზომოდ დაუღალავი. სახლშიც ყველაფერი, ოღონდ წესრიგში უნდა ყოფილიყო. დიახ, მაგრატეს ვერ გადადებდი აქედან იქით. თავის ადგილას. დისციპლინა. კი. თბილი იყო? თბილი იყო, რა თქმა უნდა, თბილი იყო, მაგრამ წკეპლებიც ბევრი მახსოვს, იმიტომ რომ ცამფირს ფხული გნობდი. არა, კი, თბილი იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ ხშირად მტკიოდა ხოლმე ყური რა, სუსტი მაგყურები, დღემდე აი ძალიან ისავა რა, თან მიმართებაში და ვიცოდი რომ კიდევ კაი დედა ესეთი დედა მყავს რომ ვიცი რომ რაც არ უნდა მოხდეს რაც არ უნდა მისი იმედი მაქვს აი ყველას იმედი იყო დედა აი გალადურთი ესეც ძალიან ბედნიერი პერიოდი ჩემ ცხოვრებაში ეს მასწავლებელი რა თქმა უნდა მწნელიც მახსოვს ეს ერთ-ერთი ჩემი კლასელია ეკა დანარჩენები იმ გუნდიდან ვართ. მე და ეკა ყველაზე პატარები ვართ ამ გუნდში, მაგრამ აქაც ვიყავი სულ გამთამაშებელი, ყველა ჭუჭყიანი საქმე მე უნდა გამეკეთებინა, კალაჩი ყრიდნენ სხვები. არა უშავს, თავარია შედეგი. მე ამის პრინციპით მუშაობდი. ამ სურათით დავიბეჭდეთ გაზეთ ლელოში, პირველი წარმატება, პირველი სიგელი და პირველი მედალი ქონდა მოსავლეებს შორის გამარჯვებული, ჩვენი გუნდი გახდა და ბატონი გივი გვავარჯიშებდა. რაზე ოცნებობდით აქ? აი 12 წლის ნინო სალოქვაძე რაზე ოცნებობდა? გახსოვთ რამე აი ამ ასაკშიც კი ვიყავი პრაქტიკული და კოსმოსში გაფრენაზე ნამდვილად არ მიოცნებია. აი ეს ამ ასაკში არ მქონდა ჩამოყალიბებული რა მინდოდა. თან ეს საბჭოთა კავშირის პერიოდი არ დაგავიწყდეს, ეს არის უმოძრაობის პერიოდი, როდესაც ყველა მიცოდა სად იბადებოდა, სად ისავლიდა, სად იმუშავებდა, სად მოკვდებოდა და სად დაასაფლავებდნენ. ეს იყო რატომღაც მეგონა რომ სკოლას რო დაამთავრებ, მე ძალიან უინტერესო ცხოვრება დაიწყებოდა. იმ პერიოდში. ეს იყო რომ გარდაიცვალა ბრეჟნევი და მოვიდა მე სხვა პერიოდი, მე ომი დაუბედურება. მე უფრო მიეცა ცხოვრებას ალბათ აზრი. აი აქ ამ პერიოდში ამაზე არ ვფიქრობდი. ნამდვილად ვერ ვფიქრობდი რამდენი სადმეს მოტა ახლა ამ დროს. მაგრამ აი მე-9-10 კლასში რომ ჩვენ 10 კლასი დავამთავრეთ, ხო 0-დან დაწყებული. აი აქ უკვე ვფიქრობ, მე რა ის იქნება ახლა რომ ვიცი რომ მე ინსტიტუტში უნდა ჩავაბარო, მე სადღაც ვიმუშაო, მე სადღაც უნდა ბავშვები უნდა მყავდეს ოჯახი და უნდა მოვხტე. ხო, ნუ ყველა უნდა გარდა აქ არავინ დარჩება, მაგრამ არ იყო საინტერესო ცხოვრება. მე ესე მეგონა. რატომღაც. მაგრამ როდესაც უკვე ჩავები სპორტში სერიოზულად, დავიწყე აქეთ-იქით მოგზაურობა, უკვე გავედი საზღვარგარეთაც, პირველად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რომ მოვხდი, ასე მეგონა ყველა ფაშისტი იყო, იმიტომ რომ ესეთი პროპაგანდა იყო ხალხნო, აიგეთ რა, 2-2 და 3-3 დავდიოდით ქუჩაში. გვაშინებდნენ.
ყველა ესე იგი გასვლის წინ საზღვარგარეთ გვიბარებდნენ სპორტ კომიტეტში მოსკოვში და ლექციას გვიტარებდნენ პოლიტიკურს. მაგრამ სპორტ კომიტეტში ჯინსებით და შარვლით გოგო არ უნდა მისულიყო და რა თქმა უნდა ბიჭი დრეს კოდი ჰქონდა. ესეც კარგი ტრადიციაა. ეხლა დღესდღეობით დაკარგულია ეს ყველაფერი. მე ძალიან გული მწყდება, როდესაც ოპერაში დადიან ჯინსებით, ესე რომ ვთქვათ, სამუშაო ტანსაცვლით და ბაზარში შუბებით. არ მესვის. ოლიმპიური თამაშები. სეული. აქ დაწერეს, რომ აულოდნელად ქართველმა სპორტსმენმა გაიმარჯვა ერთი წლით ადრე, სეულში, ესე იგი 87 წელს, 1987-ში, ოლიმპიადა იყო 88-ში. იგივე სეულში. მსოფლიო თასზე გავაკეთე მსოფლიო რეკორდი, რომელიც დღემდე მოუხსნელია. რა იყო მოულოდნელი? ეს მაინტერესებს. რა თქმა უნდა, ჩემთვის პირველი შეჯიბრი, პირველი ოლიმპიური თამაშები იყო. ამის გამოცდილება ხო არც მე მქონდა და არც ვინც მონაწილეობდნენ. თან წინა წელს 84-ში ხო საბჭოთა კავშირი არ წავიდა ლოს-ანჯელესში ბოიკოტის გამო. და ამიტომ პირველად ქალებმა 84 წელში მიიღეს მონაწილეობა სროლაში ოლიმპიადაზე. მაგრამ საბჭოთა კავშირი და სოციალისტური ბანაკი არ წავიდა. ოლიმპიადას გამოუცხადეს ბოიკოტი, მაგრამ ეს ცივი ომის გამო და ასე შემდეგ, მაგრამ სპორტი რა შუაშია, ხა ამასთან არ მაშინაც ვერ გავიგე და არც ახლა ეს არ არის პოლიტიკური სიტუაცია რა. ეს ნებისმიერ სპორტსმენს რო კითხოთ, პოლიტიკა ძალიან შორს არის რა. ეს გოგონა ირა შილოვა, ქალბატონი, რომელიც პირველი ოლიმპიური მედალი საერთოდ ყველა სახეობაში თამაშდება სროლაში. და ეს ამ გოგონა მოიგო 10 მეტრზე პნევმატიური შაშხანიდან სროლა, ანუ თოფიდან სროლა და პირველი მედალი ოლიმპიადის სეულის აიღო ირინა შილოვა. მეორე დღეს მე. და ესეთი ლამაზი ფოტო გვაქვს გადაღებული. ეს ერთი და იგივე პერიოდია, ხო? არა? აქ გვიწერე ოლიმპიადა 88. ხო. კი, ეს აქ გადამიღეს. აქედან როცა ხო, აქ გადამიღეს რომელიღაც ჟურნალისტმა, აღარც მახსოვს ახლა. და აქ გამოქვეყნდა სააკოვის ფოტო, აი, აწერია. სპორტული სიტყვა. ხო, ინტერვიუზე იყვნენ და ეს გადაიღეს და ძალიან რთულია ჩვენ სახეობაში სურათის გადაღება ან რაღაც ისეთი, იმიტომ რომ იარაღი დაიჭირო და გაიღიმეო, ხარი, ვინ რა გინახავს, ახლა იარაღი იჭიროს, უმიზნებდეს რამეს და იღიმოდეს. ჰოლივუდში ხო არ ვარ, ან ბოლივუდში. არ არსებობს, თუ რეალური ფოტო გინდათ საშეჯიბრო, ღიმილი იქ არ მოსულა და ის ახლა აი ესეთ სიტუაციაში ხად ვიყურები მე. რა ვიცი ხა. ლამაზი ფოტოა ამ შემთხვევაში ჟურნალისტვის. იცი რა მეინტერესებს, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ამ წამს? თუ შეიცვალა საერთოდ, თუ უბრალოდ გაგდა, აი მიზანი იყო, აი მიზანს მიაღწიათ და გააგრძელეთ გზა შემდეგ მიზნამდე. არა, აიცით, როდესაც პირველი ოქრო ავიღე, სტრესი მქონდა მერე, სიხარულის. ვერ ჭამდია, ვერ მეძინა. საჭმელი არ მინდოდა, აი რაღაცნაირი შინაგანია ეიფორიაში. ალბათ კოსმოსში ვიყავი, იმიტომ რომ წონას ვერ გზნობდი აი ესეთი, მაგრამ ორ დღეში მეორე დისციპლინაში უნდა გამოვსულიყავი. და მეთქი ნინო დაეშვი, მიწაზე დაეშვი და ეს თლად ვერ შევიგძენი ის სიხარული იმ პირველ დღეს. თუმცა ეს აისახა ჩემ გამოსვლაზე, იმიტომ რომ აი 10 მეტრიანი 4 სერია ტარდება 10 გასროლა 40 გასროლა სულ და პირველი 2 სერია რომელიც 96 მქონდა ეს არ იყო ჩემი სერიები ძალიან დაბალი იყო ჩემთვის თუმცა სხვისთვის შეიძლება მაღალი იყო მაგრამ ჩემთვის იყო დაბალი და მეთქი მოეგე ხა როაც და მოკლედ დანარჩენი გავაგრძელე 99-100-დან და 99-100-დან რეკორდი იყო სამწუხაროდ აქ ვერცხლი ავიღე, იმიტომ რომ ფინალში ჩემმა კონკურენტმა იასნა სეკარიჩმა და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა
და დღემდე რომ მეგობრობთ ოჯახებით, იმან მოიგო. საერთოდ წინა დისციპლინა მე მოუგე მას ფინალში და ამაში მან ესე ითვლებოდა რომ ჩქაროსნოს სროლებში ან 25 მეტრზეც ეს სასროლი იარაღით მე უფრო ძლიერი ვიყავი, პნევმატიური იარაღში მე ესე ვთვლი რომ ნელ სროლებში ის უფრო ძლიერი იყო. თუმცა მსოფლიო ჩემპიონი გავხდი მის ქვეყანაში. მან მეორე ადგილი აიღო, მოუგე ევროპის ჩემპიონი იმ დისციპლინაში და მესამე მედალიც იმ ნელ დისციპლინაში ავიღე, რომელიც ძალიან არ მიყვარდა სიმართლე გითხრათ ეს. ალბათ ხასიათიდან გამომდინარეა კავკასიური. რომ ცეცხლსასროლი უფრო ჩქაროსნული, ხა სამ წამში რომ დაშვებული ხელიდან უნდა ისროლო და 10-იანში გაარტყა და 299 300-ები მაქვს გაკეთებული 300-დან ეს იოლი არ არის. ალბათ ეს კავკასიური ხასიათი გამომადგა. ეხლა რომ ვფიქრობ, მაშინ რომ 2 ოქრო ამიღო, ალბათ დავანებებდი თავს, იმიტომ რომ ეს იყო ყველა სპორტსმენის ოცნება მოხდე ოლიმპიურ თამაშებზე და იქ თუ რამეს მიაღწევდა, იქ თუ აბსოლუტურ შედეგს მივაღწევდი, ალბათ დავანებებდი თავს. ამიტომ სულ ვიძახი იმან, იცის როგორ მოიქცეს, ამიტომ შევჭი 10 ოლიმპიადის განმავლობაში ამ სპორტს. მაგრამ თვითონ შეგრძნება იმდენი შრომა იყო ჩადებული აი იმ გზამდე სადამ მივედი ოლიმპიადამდე, რომ ყველაფერი გადადებული მქონდა. მე არც გამოსაშვების აღარ მომახსოვს სკოლის, არც რომელიმე ჩემი მეგობრის დაბადე, იმიტომ კი რომ არ მივდიოდი, არა, არ ვიყავი აქ და ვერ მივდიოდი და რამდენი შრომა და რამდენი წვალება გავიარეთ მე და მამამ. შუაღამეზე როგორია ეს პატარა გოგო აყენეთ და მიდიხარ აეროპორტში და უყურებ ამ ჩაბნელებურ სახლებს და კაია ყველას რო კარგად შვიდად ძინავს და შენ სად მიეხეტები. აი ეს მინიმალურს გეუბნებით გარდა იმ შრომისა, რაც შეკრებებზე და შეჯიბრებებზე მიმდინარეობდა. და ალბათ რომ შემეკითხოთ რომ გაივლიდით თუ არა ამას მეორედ ამ გზას, ვიტყოდი რომ ვერა. ვეღარ ჩავდებდი ამ ხელა შრომას და ალბათ ვერა. ეს არის ევროპის ჩემპიონატი, სადაც ზუსტად ეს სამივე სპორტსმენი, ანუ მე შუაში ვდგევარ პირველ ადგილზე, იასნა სეკარიჩია მაშინ იუგოსლავია და დღესდღეობით სერბეთის წარმომადგენელი და ბულგარელი მარია გროზდევა, რომლებიც ძირითადი კონკურენტები ვიყავით ყველა შეჯიბრზე 20 წლის განმავლობაში ალბათ რა. და ყველაზე თბილი მეგობრები ვართ იმ დროიდან დღემდე. შვილებით, ოჯახებით, ქმრებით, ცოლებ ყველაფრით რა, როგორ გითხრათ, ჩვენ ძალიან ახლოს გავიცანით ერთმანეთი. იცით რა არის, ეს სპორტის სახეობა არ გაძლევს იმის საშუალებას, ის არ არის შენი კონკურენტი, ვინც გვერდზე გიდგას. კონკურენტი შენი თავია პირველ რიგში. და ამიტომ მე არასდროს არ მქონია არანაირი შეგრძნება რომ ის ჩემი კონკურენტია, არ შემიხედავს ესე თვალით და აღმოჩნდა რომ ეს ადამიანებიც ასეთები არიან. აი ამ ფოტოზე 3 და 5 რამდენია 11 ოლიმპიური მედალია. აი ამ ფოტოზე 3 ადამიანის. სხვათა შორის აქ მეოთხე აკლია მონგოლი გოგო. ისიც ჩვენი მეგობარია ძალიან ახლო, აი ჩვენებური. თუმცა ხო გაგიკვირდებათ ახლა რაც მე ამ 40 წლის განმავლობაში ვიმოგზაურე და ყველა ჯიშის და ჯილაგის ადამიანი გავიცანი, დავწუნდი ერთ რამეში, რომ არ არსებობს ნაციონალობა. ყველა ადამიანი ერთნაირია, ყველგან ერთნაირი ადამიანი, არსებობს ორი სახეობა, კარგი და ცუდი. დამთავრდა. ყველა ერთს აყავს კარგი, ყველა ერთს ყავს ცუდი. გაგიკვირდებათ იმდენად ახლოს ტრადიციებით, გაგებით, ურთიერთობით ეს მონგოლი გოგო. გაგიკვირდებათ. არც მე არ მეკონდა, იმიტომ რომ აზიასთან არ მქონდა შეხება და არ ვიცნობდი ამ მხარეს. დღესდღეობით ძალიან ბევრი მეგობრები მყავს, ჩინელიც კი, კორეელები, ინდოელები და ჩემთან ჩამოდის და ვარჯიშობს 5-6 იყო უკვე ჩამოსული ერთი ინდოელი გოგო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებში, მაგრამ უნდა გინდა თუ არა შენთან უნდა ვივარჯიშო და კი ბატონო მობრძანდი თქო. ერთ ადამიანს შემიძლია მივიღო და ვავარჯიშო, გუნდს ვერ ვიღებ თორე. თუმცა ძალიან დიდი სურვილი აქვს. და ყველას გონია, იმიტომ რომ
გადავაბიხათ სულ რაღაცე. ჩემი მოწაფეები, რომელიც საქართველოს ნაკრებში არიან ახალგაზრდები, ძალიან დიდ წარმატებებს აღწევენ შეჯიბრებებზე. სულ რაღაც მაგალითისთვის შარშან ევროპის ჩემპიონატზე 9 გუნდით, ანუ მე მყავს მარტო პისტოლეტის მსროლელები და გუნდი არის 6 კაცი თოფოსანი, 6 კაცი პისტოლეტის მსროლელი, 3-3 ქალი, ვაჟი, ქალი, ვაჟი. 9 გუნდი მყავს, მე მარტო გოგოები, პისტოლეტის მსროლელები მყავს და ჩვენი შედეგით, ანუ მედლების რაოდენობით ევროპის ჩემპიონატზე დავიკავეთ პირველი ადგილი. წინა წელს მეორეები ვიყავით. შარშან პირველები ვიყავით. და ყველას გონია თემ სოფლიოს აქ რაღაც საიდუმლო ხდება. ნინო მიცის რაღაც საიდუმლო სიტყვები, რითაც ჩემპიონებს ხდის სპორტსმენებს. და ამიტომ ყველას უნდა საქართველოს ჩამოსვლა. ჯერ იმიტომ რომ სახელი მუშაობს, ავტორიტეტი მუშაობს. სხვათა შორის მამასაც ესეთი რეპუტაცია ჰქონდა. როდესაც ჩავდიოდით შეჯიბრებებზე, მამასთან მწვნელები ცალკე იკრიბებოდნენ, ეს შეჯიბრის და ვარჯიშების მერე, რა თქმა უნდა, და სპორტსმენები ჩემთან. ეს არის, მოკლედ, ყოველ წელს ტარდება 4 მსოფლიო თასი. აქედან პირველი მეორე ადგილის გამარჯვებული ხდება სუპერ თასში, მსოფლიოს სუპერ თასის გათამაშებაში. აი ესეთი სუპერ თასი მაქვს 9 ჯერ მოპოვებული. და ორჯერ მოხდა 99-ში და 93 წელს, როდესაც ორივე დისციპლინაში მოვიგე და ყველას თითო უჭირავს, მე მიჭირავს 2. აქ ამ შეჯიბრის მერე ტარდება მარტო გამარჯვებულების შეჯიბრი. ჩემპიონ ტროპი ესე ქვია, სადაც თამაშდებოდა 5000 მაშინ მარკა გერმანული, ეს ჩვენთვის კოლოსალური თანხა იყო. ოღონდ ბიჭები გოგოები ერთად გადიოდნენ და ყოველთვის მამაკაცები იგებდნენ პისტოლეტში, თოფში ქალები, რატომღაც ესეთი სტატისტიკაა. მე მოვიგე ორჯერ. ერთხელ 5000 მარკა მომწეს, ერთხელ 5000 ევრო, უკვე ახალი ეპოქა. რაში დახარჯეთ ეს ფული? მე არ მახსოვს, დაურიგე ყველა ნათესა. სეულიდან რო ჩამოვედი სეულის ოლიმპიადიდან. ეხა იქ როგორ არის იცით, როდესაც მივემგზავრებოდით ოლიმპიადაზე, შეხვდა იმდროინდელი მინისტრი საბჭოთა კავშირის სპორტის. და რაღაც დაიწყო და დაგვილოცა გზა ასე შემდეგ და დაიწყო ჰონორარებზე საუბარი და ეს უყურებდა, ხელა კაცია და მეტი საქმე არა აქვს მეთქი. ეხა ფულზე როგორ ლაპარაკობს. დღემდე ესე მაქვს რა, არასდროს არ უყურებ რა არის ამის იქით რა. არც ვიცოდი რამდენია რა, როგორ, მაგრამ იქ მომწეს 2 მედალში $4000. საბჭოთა კავშირში ჩამოტანა დეკლარაცია, უნდა დაგეწერა, ერთი ამბავი იყო, თავის ტკივილი მოკლედ, და შევეცადე იქ დამეხარჯა ეს ყველაფერი. ყველა ნათესავს, ყველა მეგობარს, ყველა ახლობელს, ყველა მეზობელს. ერთი შაჩუქარი არ მაკმაყოფილებდა, 2-2, 3-3 უნდა ჩავამეტანა და ესე გავაკეთე. კონდათ ისეთი რამე, თუმეტეს ახლა საბჭოთა კავშირია, ჯერ აქო დეფიციტია რაღაცეები, ხა თქვენ დადიხართ საზღვარგარეთ, მაგრამ მაინც არ გაქვს წვდომა. კონდათ რამე ისეთი, რაც ძალიან გინდოდათ თქვენთვის შეგეძინათ და იყიდეთ. იქ სეულში ამბობთ თუ საერთოდ? არ ვიცი, შეიძლება პირველ გასვლაზე. აი პირველ გასვლაზე გეტყვით, კი იყო დეფიციტი, თუმცა მე პრივილეგირებული ვიყავი იმიტომ რომ მამა დადიოდა თავის დროზე და ძალიან მოდური და კარგი ტანსაცმელი მქონდა რა მარტო მე დედასაც და ახლობლებსაც. მაგრამ რა თქმა უნდა დეფიციტი იყო. პირველი ეს ბულგარეთში რო ვიყავი 300 მანეთი გადაგვიხურდავეს და ეს ბულგარეთის ლევებზე ძალიან დიდი ფული იყო, სადამ ეხარჯა არ ვიცოდი, იმიტომ რომ ყიდვის უნარიანობა ქონდა მაღალი. ყველაფერი იაფი იყო. მაშინ რა ვიცი, ადიდასის სპორტულები და ესენი ჩვენთან არ იშოვებოდა, არ იყო და ეხლა არის, ფული არა გაქვს, მაშინ ფული ქონდა, არ იშოვებოდა ეს სიტუაცია. შეახული ხო არა გაქვთ?
ეგ არა, ეგ კი არა, SSR-ის ნაკრები, რომელიც 6 თვეში ერთხელ გვაძლევდნენ, ერთი ფორმა არ შემრჩა. სამაგიეროდ ჩემი ბულაჩოვრის დაჩის მუშები ყველა მაგ ფორმაში იყო გამობრანჯული. დედამ ყველას ურიგებდა. SSR ეწერა ყველა მუშებს, ჩავედი ერთხელ ეს რა არის წითელ ფორმებში, ლურჯ ფორმებში და ხეპავენ საღზე ყველას კი ბატონო და მე ახლობელმა მთხოვა თუ მოდაში რო შემოვიდა ეს წარწერიანი SSR ერთი ცალი ვერ ვნახე სახში. თავის დროზე მამას აქვს ეს ფორმა გადაკერებული ქონდა რომ არ გამოჩენილიყო ეს SSR-ის, იმიტომ რომ არასოდეს უცხოეთში ფორმით, სპორტული ფორმით გარეთ არ გავსვლა. იმათმა არ იციან მე ქართველი ვარ, რუსი ვარ თუ ვინა ვარ, საბჭოთა კავშირი ანუ რუსი ხარ. და არავის არ უყვარდა რა საბჭოთა კავშირი. არავის არ უყვარდა ესე იყო რა თუნდა და საზღვარგარეთ მოკლედ სპორტული ფორმით რო თუ ეხლა რო დავდივარ ჯორჯია და სულ არ მადარდებს პირიქით ვამაყობ, ესე არ ყოფილა. ეს მსოფლიო თასის ერთ-ერთი გათამაშება, ნუ ეს სამგამსახურდიას პერიოდია. 93, 12, 13 ეს წლებია, როდესაც იუგოსლავიაშიც, სერბეთში, უბრალოდ ბელგრადშიც ომია და ჩვენთანაც ერთი ამბავია და ხან მე ვიგებდა ხან სეკარიჩი, ისიც სერბეთიდან არის, მე საქართველოდან და ხუმრობით გვეკითხებოდნენ, თქვენ ცოცხალ ხალხზე ხوار ვარჩიშობთ იქო. არა, ჩემო კარგი, ღერთმა დაგვიფაროს. ჩემთვის იარაღი არის სპორტული ინვენტარი მხოლოდ და მხოლოდ. და რო გადავრჩით აი ამ პერიოდში და ჩვენ საშუალება მოგვეცა შეჯიბრებებზე ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის, წარმოდგენის, ეს ჩემი მეგობრების დამსახურება. ეს არის დიდი მოპოვებული ჯილდო ჩემი კარიერის, რომ ამდენ ქვეყანაში მყავს ძალიან ბევრი მეგობარი. მეხმარებოდა ძალიან ბევრი ადამიანი იმ პერიოდში. და დღესდღეობით იტალიელების, შვეიცარიელების, სომხების, გერმანელების მაშინ არ გამომჩეს ვინმე. მათი დამსახურება რომ ნინო სალუქვაძე როგორც სპორტსმენი შეუნარჩუნდა საქართველოს. თორემ მე უკვე 93 წელში ვიზა მქონდა შვეიცარიის აღებული, მივდიოდი შავ მუშად. იმიტომ რომ მე უნდა მერჩინა ჩემი მშობლები. არაფერი არ იყო აქ. საშუალება არ იყო. სპორტი ვის რაც განიცადა ქვეყანა უარეს დაემართა სპორტს და ამიტომ ვცდილობ მეპოვა ის გზები რომ როგორმე მერჩინა ოჯახი. მაშინ ჩემი ოჯახი არ მყავდა, ნუ საკუთარი ეს არ ვიყავი გათხოვილი არაფერი და ვფიქრობდი დროები წავსულიყავი საზღვარგარეთ რომ მემუშავა, მეგობრები მეხმარებოდნენ, ადგილიც მქონდა ყველაფერი. მაგრამ შეიცვალა ის სიტუაცია რაღაც მომენტში და გამოჩნდნენ სპონსორები მაშინ იტალიელები და შვეიცარიელები და გერმანელები და ასევე მეგობარი ერთ-ერთი სომხი ერევნელი ბიჭი რომელიც მაშინ ამიერკავკასიის შტაბი იყო საქართველოში, სადაც შედიოდა აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო. და ამათი მე ვიყავი არმიელი, ამათი ნაკრები მიდიოდა მე შეჯიბრებებზე და ხო ჩამოდიოდნენ სპორტსმენები. და ერთ-ერთი სპორტსმენი იყო სომხეთიდან, რომელიც დიდი იყო ჩემზე 5-7-8 წლით არ ვიცი ხა ზუსტად, აღარ მახსოვს და მამამ შეამჩნია რომ ძალიან კარგი სპორტსმენია, არ აყენებენ გუნდში. იმიტომ რომ უნდა თავისიანები შეაპარონ და მამამ თავის იარაღი ათხოვა მისცად. ეს დაუმახსოვრებია ამ ბიჭს, რომელიც რომ დაიშალა მე საბჭოთა კავშირში, გერმანიაში აღმოჩნდა და ერთ-ერთ შეჯიბრზე შემთხვევით შევხვდით. ხო და ჩვენი შეხვედრა იყო სულ სხვა ემოცია, იმიტომ რომ გერმანიის გუნდი მოდის ეს თეთრი თავები და ერთი შავი თავია. ვინ არის მეთქარი ეს და აღმოჩნდა არტურა. ნუ მოკლედ ჩავევთ ჩემი მამა ესეთი აი ოჯახებით მეგობრობთ რა. დღემდე და ესე გაგრძელდება. ამ ბიჭსაც მადლობელი ვარ, ძალიან დიდი დახმარება 95-16 წლებში როცა აქ არანაირ საშუალება ვარჯიშის. მასთან თვითონ სასტუმროში მიდიოდა და მე და ჩემ მეგობარს, რომელიც ორივე მოხვდით ოლიმპიადაზე ატლანტაშიც და შემდეგ, ნინო უჩაძია, ქუთაისელი გოგო, ორივეს გვითმობდა თავის ბინას, აი წარმოიდგინეთ. თვითონ მიდიოდა სასტუმროში. ნუ მწვნელები ჩვენ გვახლდნენ, რა თქმა უნდა. აი ესეთი სიტუაცია იყო. აი ეს პერიოდია. მაგრამ მაინც ვიგებდით.
გოჩა მაჭავარიანი, ჩემი მეუღლე, მორაგბე. ეს სურათი მიხვდით ალბათ, რომ დაჭრილია და მარტო თვალები აქ გადაღებული, მაგრამ მთელი ტანი დამწვარი ქონდა და დღესაც აწუხებს ეს ნამსხვრევები აფეთქდა სოხუმში 92 წელს. მანამდე ვიცნობდი და რო ქონდა, ხა კარგად არ ვიცნობდი. მაგრამ ძალიან მალევე შემომთავაზა რაღაც და უარი უთხარი, რა თქმა უნდა, მაშინ. არ ვიცნობდი ადამიანს ეხლა და ეხლა სიყვარული და გზნობა არ მქონდა და ამიტომ არ შემეძლო ესე. და დავფრთხილობდი კიდევაც იმ ხრივ, რომ ხა გინდა უცხოეთში, გინდაც აქ მყავდა თაყვანისმცემლები, ესე რომ ვთქვათ, ვინც ინტერესს იჩენდა ჩემს მიმართ და სულ ესეთი შეგრძნება მქონდა. მე ვაინტერესებ თუ ჩემი ტიტულები. უკაცრავად ამ სიტყვაზე, ამ ტიტულებზეც მოვყვები რა, რატო ეს შაყირში. ხოდა აი ეს ეჭვი ალბათ ცუდი, ნეტა მანამდე გავთხოვილიყავი, სანამ მოვიგებდი რამეს მეთქი, მაგრამ უკვე ის პერიოდი იყო, რომ ოჯახი და ხო იცით და მირეკავს ერთ-ერთი ჩემი მეგობარი და იციო ესეც დაიჭრა ციხე და დასხრილულია და ასეთ სიტუაციაში საავადმყოფოში. იმ დროს პროპაგანდაც ისე იყო, ლამის მეწავედი ომში, პატრიოტიზმის გრძნობით და ასე შემდეგ და როგორ ვიცნობ ადამიანს და დაიჭრა და მივედი სანახავად საავადმყოფოში რესპუბლიკურში. უკვე ერთი თვეა გასული, მაგრამ ის მაინც ეს ადამიანი ისე იყო გამხდარი ალბათ ომში და იქ ხო არ იყო ასეთი საშუალება და მოგვიყვა როგორ აიყო ბრძოლები, ისინი ესენ მე მილიონჯერ მოვაყოლე მე უკვე, მაგრამ მაშინ ხო არ ვიცოდი და მოკლედ ერთი კაი 2 საათი უსვენდი რა. მე გამოჯამრთელდა, მე რაღაც დაჭირდა, რაღაც ამალი რომელიც აქ არის შევებოდა, უშოვე უცხოეთში, რაღაც და აეწყო ესე ურთიერთობა და ჩემთვის ფაქტის უფრო მნიშვნელობა აქვს ვიდრე ლაილაის და სიტყვებს. ამ ადამიანმა რაც თავისი ყველა ადამიანის ყველაზე ძვირფასი არის სიცოცხლე და არ დაიშურა თავისი ქვეყნისთვის. ეს გახდა გადამწყვეტი, რომ იმეღო გადაწყვეტილება ჩემი ბედი და მისი ბედი ერთმანეთს დაგვეკავშირებინა. არ შევცდი არც მინანია, იმიტომ რომ დღესდღეობით 2 შვილი გვყავს, დიდები არიან, ქალვაჟი, აქაც გაიმსროლელი ვარ, ქალვაჟი. და რა ვიცი, ბედნიერი ოჯახი გვაქვს. თუმცა აი ამ ჭრილობებმა ეს ბოლო წლებია ძალიან იჩინა თავი, თვალი დაკარგული აქვს და აი ეს ნამსხვრევებმა და დაანგრია მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ორგანიზმი ჰქონდა, მორაგბე იყო თავის დროზე და აი ამანაც შეუშალა, რომ ვერ გააგრძელა შემდეგ სპორტული კარიერა ვთქვათ, მაგრამ რაგბიში სულ ჩართულია. პირველი აი 90-იან წლებში დღესდღეობით რაგბი რო ჩვენთან ცოცხლობს და ძალიან პოპულარულია, აი ამ ბიჭების მისი და მისი 9 კაცის, ანუ 10 ადამიანის მორაგბეების გადარჩენილია, რომელმაც შექმნეს გუნდი და შრომობდნენ, სახში არ მოქონდათ ხელფასი, ყველაფერს ახმარდნენ ამ გუნდს. ეს იყო 90-იანი წლები. მაშინ ყველა დანარჩენი არ ვიცი ვინც იყვნენ, რაც იყვნენ, მე სხვა არავინ არ მინახავს. აი ამ ისტორია მასთან ერთად გავიარეთ ამ რაგბის აღორძინების. დღეს ყველა მაგარია. თუმცა იყო სპეციალურ სამსახურში დაცვის პირადი დაცვა იყო შევარდნაძის, შემდეგ ნავთობსადენების დაცვის უფროსის მოადგილე. პირველი მოწინააღმდეგე სააკაშვილის რეჟიმის, თუმცა ოცნება მოვიდა და პირველი ეს გაანთავისუფლეს. ამ სამსახურზე ჩვენ არ ვიყავით დამოკიდებული ფინანსურად არანაირად. უბრალოდ მას საქმე ჰქონდა და 2 წელიწადში გულის 2 გულზე ოპერაცია დაჭირდა, აი ეს მორალურად გაანადგურეს ადამიანი. მორალურად. ძალიან გული მწყდება. ხო, თუმცა ეხლა ჩვენ ერთმანეთს უდგივართ გვერდით, როგორც შეგვიძლია, მაგრამ ხან შაყირში ვეუბნები ძალიან რაც კეთდება სიკეთისთვის კეთდება მეთქი გოჩა ვეუბნები და რა ვიცი თუ და მიჯერებს ხოლმე ხანდახან. პეკინი, რა ვიცი. ეს ტრაგიკული პერიოდი
21 საუკუნეში იყო ომის დრო არ არის. ძალიან კარგად ვიცით რატო ხდება და რა შედეგი მოაქვს ამას. ომში გამარჯვებული არავინ არ არის. ომი არის ვაჭრობა ღუნდი არახით. ვერ წარმომედგინა, როდესაც ოლიმპიური თამაშები საერთოდ ეს იდეა ოლიმპიური თამაშების წარმოშობის ეძღვნებოდა მშვიდობას, რომ მშვიდობა დამყარებულიყო იმ ქალაქ სახელმწიფოებს შორის თავის დროზე, რომლებიც ომობდნენ ერთმანეთთან. და ეს ერთი თვის განმავლობაში ყველანი მონათუ ბატონი ერთად ცხოვრობდა, ერთად ვარჯიშობდნენ და ერთად გამოდიოდნენ შეჯიბრზე და ერთი უფლებებიც სარგებლობდნენ. ეს იდეა აქვს ოლიმპიურ თამაშებს და ვერ წარმოვედგინა, რომ ოლიმპიური თამაშების გახსნის დღეს ჩემ ქვეყანაში დაიწყებოდა ომი. ვერ წარმოვედგინა, რომ ეს ომი რეალური იყო. მაგრამ იქიდან მე რითი შემეძლო დახმარება ჩემი ქვეყნის თვის. ესე ვფიქრობ, ალბათ ჩემი საქმის კარგად გაკეთების. მე ჩემი საქმე უნდა გავაკეთო. და მითხრეს, რომ ღამის 3 საათზე მოვაო ქალბატონი სანდრა ხა ჩამოფრინდებაო და ყველასთან შეხვედრას ითხოვსო. მითხარი, მე ხვალ დილით 6 საათზე უნდა ავდგეთ თუ გადაწყვიტავთ, რომ ვიღებთ მონაწილეობას. თუ არ გადაწყვიტავთ, მე ვთხარი, მე არა ვარ თეთრი ყვავი, რასაც გუნდი გადაწყვეტ, ისე მოვიქცევი. მაგრამ მე მყავს მწვრთნელი. ის დაესწრება ამ შეხვედრას და მეტყვის. შედგა შეხვედრა, გადაწყდა, რომ ბოიკოტს უცხადებთ ოლიმპიურ თამაშებს და თვითმფრინავი უკვე გამოფრენილია და დილით უნდა დავტოვოთ ოლიმპიური სოფელი. ანუ ჩინეთით. ოღონდ ვიღაცა ჭკვიანი კაცი აღმოჩნდა აქ და თქვეს, რომ ეხლა რომ ჩვენ ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი გამოვცხადოთ, შემდეგი 8 წელი ან 2 ოლიმპიადა ავტომატურად უნდა გამოიტოვოს. ეს 12 წელი პლუს 4 წელი კიდევ 16 წელი ოლიმპიურ თამაშებზე არ აქვს ამას მნიშვნელობა ოლიმპიურ თამაშებზე მიიღებ თუ არა მონაწილეობას. ანუ მისრაფება რომ ადამიანებს ახალგაზრდობის ჯანსაღი ცხოვრების წესს უნგრევ ამ იდეას. ამ ჩვენ ეპოქაში, სადაც ნარკოტიკს და ყველაფერს მიაქვს. ეს გვინდოდა კიდე და მოტრიალდა სანდრას ავტომობილი და უთხრა, რომ პრეზიდენტი გთხოვთ, რომ დარჩით. ესე წარმოაჩინეს მე. ეს მე რა ვიცი, დილით გავიღვიძე 6 საათზე, ნუ მამაც შემხვდა და ერთი კი თვალით ვანიშნე, რა გადაწყვიტეთ, მეთქი და ვრჩებითო და всё. იმიტომ რომ მე მივდიოდი შეჯიბრზე. 12 საათის, როდესაც ფინალი დამთავრდა და მე უკვე ვერცხლის მედალი მქონდა და ისეთ ბრძოლაში, რომ რა გითხრათ ახლა, ჩემი შედეგი ფინალამდე იყო მე-4, მაგრამ პირველი მეორე ცოტა 3 ქულით, 4 ქულით წინ იყვნენ და მათი დაწევა თითქმის შეუძლებელი იყო, თითქმის, თუმცა უარესიც დავწეულ ვარ, უარესიც, მაგრამ პირველი მეორე ერთმანეთში იყოფდნენ ადგილებს. დანარჩენი 6 კაცი, ანუ სულ 8 ფინალისტია, ერთმანეთში ბრძოლობდნენ ერთი ბრინჯაოს მედლის გულისთვის. და აი აქ გამოვწვერი. ოღონდ სანამ არ გავიგე, გამოაცხადეს რა, რომ საქართველოს წარმომადგენელი ბრინჯაოს მედალოსანი, რომ დავხედე, კიდევ 1-2 გასროლაც რომ ქონდა, ალბათ იმათაც დავეწეოდით, მაგრამ აი მაგ დროს მომეშვა ის ემოცია, ის აი რა გითხრათ, დაძაბულობა, რასაც მანამდე და ეს ცრემლები არ იყო სიხარულის. არავითარ შემთხვევაში. აი ეს დაძაბულობა და რასაც ფიქრობდი, რომ ჩემი ოჯახი სად არის, ქვეყანა რა, აი ამან ყველაფერმა იფეთქა მე. თორე არ პრესკონფერენცია დგება ყველა ცერემონიალის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ და ხოიჭდა ეს ჩინელმა მოიგო, რუსი მეორე ადგილზე, მე მესამეზე, ხო? არავინ იმ ჩინელს კითხვას არ უსვევდა რა. ან რუს, ან მე და უფრო მეტად მე და მადლობა მე იმ დროიდან ყველა ქვეყნის წარმომადგენელს მედიას. რომ იცით როგორი ხარდაჭერა ვიგრძენი, Nino, we love you და აი ესე კიბეებზე ხვდებოდნენ და აი რა ვიცი, აი ხელს გამაჟრიალა, იმიტომ რომ აი ხელა ხარდაჭერა ამ ჟურნალისტების მხრიდან მე ვიგრძენი. არა მარტო მთელი სამყარო გმალეში კოპდა, მაშ გულშემატკივრობდა. აქ კიდე მტრად გამომაცხადეს, რადგან
ერთმანეთს მიულოცეთ მე და რუსმა სპორტსმენმა, რომელიც დიდი ხნის ჩემი მეგობარია და მეგობრად რჩება დღემდე. და პირველი, ვინც მოვიდა და მოგვიკითხა, იყვნენ რუსები და თურქები ოლიმპიურ სოფელში. ასე რომ ხალხს ომი არ უნდა და პოლიტიკოსების ამღვრეული სამყარო თვითონ დაალაგო. ვლადიმერ რაზარონოვი. ჩემი იარაღის კონსტრუქტორი, ვინც შექმნა უпроსორად ორი ადამიანი იყო, რაზარონოვ, ხაიდუროვი და მათი გვარების პირველი ასოებით არის XP. ხაიდუროვ, ანუ რუსული ხო X-ად აღიქმება და რაზარონოვი P. რაზარონოვი არის ეს ადამიანი, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების ხელოსანი, იარაღის ხელოსანი, დადიოდა სულ ქართული სვანური თეთრი ქუდით, რადგან ტერიტორია სასროლეთი საკმაოდ დიდია და იქ თოფუსნები არიან, ტახზე მობენლები არიან, პისტოლეტის სროლები არიან, ყველ ბევრი დიდი კოლექტივია და ყოველთვის რაღაცა ხდება ხომ იარაღი არის ეხა ბუჭდება რა, ცვეთა აქვს და რამე რომ მოხდესო და იოლად მიპოვონო, აი თეთრი სვანური ქუდით დადიოდა. ყოველწელს ჩამოდიოდა აუცილებლად ყაზბეგში მთაწლელობით თავის შვილთან ერთად და გატაცებულიყო, უაღრესად პატიოსანი და კეთილი ადამიანი. ძალიან მჯეროდა მე მისი და რამდენი ღამეები სეულის წინ ერთად გაგვითენებია იარაღის აწყობაში, იმიტომ რომ როდესაც გადამწყვეტი სროლები გქონდა დადგებოდა გუნდში ოლიმპიურ თამაშებისთვის სეულში 600-დან 598 ქულა გავაკეთე, ანუ 2 ცხრიანი მქონდა სულ 60 გასროლიდან. მეორე დღეს რო ავიღე იარაღი გატეხილი დამხვდა. ნუ არ ვიცი ხა არისოდა. გატეხილი იყო, აი ეს ნემსი მთლიანად. რა თქმა უნდა, კიდევ კარგი ეს ადამიანი იქ არის, მან რაც შეეძლო გააკეთა, გამოცვალა, მაგრამ დაიკარგა ხასიათი სასხლეთის. ვერაფრით ვერ შევეგუე იმ სასხლეთს და ვეუბნები ასე და ასეთი იყო. ეს მეუბნება ასეთი არ კეთდება. როგორ არ კეთდება? მე მჯერა თქვენი ვეუბნები. ხო ვიცი რომ მჯერა თვალდახუჭული, მაგრამ ესეთი მქონდა. ეს მეუბნება არ არსებობს, ეგეთი არ იქნებოდა. ნუ ხასიათი სასხლეთის რა, მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ სახეობაში, იმიტომ რომ თუ არ გრძნობს სასხლეთს კარგად იყავ. რაზეც ძალიან დიდი ხნის მიჩვევა გჭირდება. აი ესე წავედი სეულში ორი იარაღით. ახალი მან ააწყო თავისი ხელით, ქარხანაში არ გამოდიოდა ის იარაღი. ახალი მოდელი, რომელიც ვისროდი მომწონდა, მაგრამ თითოეულ ცვლილებასთან ოლიმპიადის წინ ცვლილება არ შეიძლება ეს 6-8 თვე ჭირდება რომ მიეჩვიო და ისედაც არ არის რეკომენდირებული, მაგრამ ვაკეთებდი მაღალ შედეგს, მაგრამ ეს ვერ გრძნობდი ამ შედეგს. და ის ჩემი ძველი იარაღით ის მინდოდა, გინდა თუ არა, მაგრამ ეს სასხლეთი არ მომწონს, სასხლეთის ხასიათი. აი სეულში ვიყავით უკვე ჩასული 10 დღით ადრე ჩავედით შეჯიბრებამდე და იქაც ყოველ დღე წვალობთ რაღაცებს თურმე რაღაცა შიგნით ერთ-ერთი დეტალი ყოფილა არასწორად გაკეთებული, რომელიც ამან შეასწორა. და ეს მიხვდა მე შეიძლება იმის ბრალი იყო და ადგა და ისევ ის არასწორი დეტალი დაუყენა რა და რო დამაჭირნა ვაიმე ეს არის ხელი აღარ ახლოთ მე აი ესეც იმან იცის როგორ და რანაირად უნდა მოხდეს თქო და გამიმართლა რომ ამ შედეგს მე იქ ვერ დავდებდი რომ ეს სასხლეთი არ გამოსწორებულიყო მადლობა მას თუმცა ტრაგიკულად დაიღუპა რომ დაინგრა ეს საბჭოთა კავშირი ეს ბელორუსიის წარმომადგენელი გახდა და მისი ეს ახალი შექმნილი იარაღი რუსებმა გაუყიდეს გერმანელებს მიყიდეს ვინ იყო მომკითხავი მაშინ ამაში ძალიან დიდი თანხა გადაიხადეს დღესდღეობით გამოდის ეს იარაღი ფაინბერბაუმს სახელწოდებით ანუ გერმანელების სახელწოდებით იქ რაზერონი აღარ ფიგურირებს გაიგო მეტროში იყო და გული გაუსხდა და გარდაიცვალა აი ესე ტრაგიკულად დაიღუპა ეს ადამიანი მე მისი მადლობელი ვარ მადლიერი ვარ და ყოველთვის დარჩება ჩემ ცნობიერებაში როგორც ყველაზე კარგი მეგობარი